50 წლამდე ასაკის კაცი ბათუმში იმ დროს მოკლეს, როდესაც ცოლ-შვილს ელოდებოდა. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. მათივე ინფორმაციით გაიგონეს 7-8 გასროლის ხმაც კაცის ოჯახი კი ამ დროს იქვე ახლოს სილამაზის სალონში იმყოფებოდა. მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. საბურთალოზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უნივერსიტეტის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა კურიერი. დიუშენის პაციენტებისთვის წამლის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დღეს რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე მორიგი მარში გაიმართა. კანცელარიასთან თვეზე მეტია მშობლების შვილებისთვის სახელმწიფოს წამალს თხოვენ. ითხოვენ შეხვედრას კობახიძესანაც, თუმცა უშედეგოდ. ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების კონტროლს იწყებს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეამოწმებს განცხადებებს, რომლებსაც სხვის შეურაცხყოფად, ღირსების შელახვად, სიზულვილის ენად ან ძალადობისკენ მოწოდებად ჩათვლის. ინიციატივა 18 მაისს მდინარაძემ გაახმოვანა და პოლარიზაციის აღმოფხვის მიზნებით ახსნა. იქვე დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჯარო განცხადებებისთვის სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობებსაც გამოიყენებს.